აი ეს არის ახლა სასტუმრო ლეკებუში, გარედან ისე გამოიყურება. სულთეკამპ 54 ნომერი, საიდან შედიხარ დიდი ჭიშკარია. სწორედ აი აქ არის გადაღებული ის ვიდეო, რომელზედაც გაჩვენეთ მე ექიმის საიდანაც, სადაც იყო უკვე გამოსული, გამოვიდა უბრალოდ აი ეს გზა გამოიარა, გამოვიდა თავის ხელჩათებით, გამოიტანა ორგანოები, მას უკვე ადამიანი მოკლული ყავდა. ეს არის თვითონ სასტუმრო მეორე სართულზე, პირველ სართულზე ხედავთ თქვენ ჟალუსებით არის დახურული, რომ არის ბიურო, რასაც გეტყვით ახლა აქ არის შესასვლელი კარები, ერთ-ერთი შესასვლელი კარები და ამ ადგილას ქონა ერთ-ერთი ძინდეც კიდევ ადგილი, რომელზედაც გეტყვით, მანამდე მინდა გაჩვენოთ მორგვი თუ საიდკენ არის. აი აქედან შედიხართ, ეს არის დიდი ჟალუზი, რომელიც არის ახლა ღია და აქედან შედიხართ მორგვში, აი სადაც ავტომანქანების პარკინგი არის, ესე რომ ვთქვათ. და მორგვში ჩასასვლელი არის აი ამ ავტომანქანების შორის მოთავსებული კიბით არის შესაძლებელი ჩახვიდეთ მორგვში, სადაც ჩაყავთ ადამიანი და ბუნებრივია ახლა იქ ჩაყვანილ ადამიანს და ორგანოები გამოღებულ ადამიანს სიცოცხლე აღარ შერჩება. ეს არის სასტუმროში ასასვლელი მეორე სართულის კიბე. ნახოთ ახლა თუ არის ღია, მინდა რომ იყოს ღია, რადგანაც მომამზადო ისეთი სიუჟეტი კიდევ, რომ ყველასთვის იყოს ცნობილი რა შეიძლება ხდებოდეს. არა დახურულია, წუხაროთ. ამას აქვს კიდევ მეორე ავარიული კიბე, ესე რომ ვთქვათ, რასაც გაჩვენებთ ახლა. აი, გამოვედი ისევ ავტოფარეხის პარკინგზე, საიდანაც ჩადიხარ მორგვში. აქ არის კიდევ მეორე გასასვლელი, ანუ აქ დიდი ხანი ცხოვრობდი მე და ყველაფერი კარგად ვიცით, როგორ შეიძლება მოხდეს. ერთი ღამე იყო, როდესაც ჩამოვედი, აქ მუშაობს ერთი ქართველი კაცი, ზურა ქვია, ზაქარაძე. აი ამ ავარიული კიბით ავდივარ და ზურა ზაქარაძე ცხოვრობდა აი ამ ოთახში, სადაც მოვედი უკვე. აი ამ ოთახში ახლა დახურულია ეს ოთახი, დაგეტილია. ხედავთ? ეს თანამშრომელი აკეთებდა ღამეს და როდესაც ზურამ ჩამიყვანა მე მორგვში დასაცმელების გასარეცხად, ნახეთ უკვე სისხლი, ნიჟარებში იყო სისხლი და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი და ზურას თავიდან მოცილება. თუმცა მე მოუსწარი, როდესაც ზურამ დაძინებული ყავდათ, უკვე გამზადილი ყავდათ მორგვში ჩასაყვანად, მოუსწარი. ამიტომ შეეშალათ ხელი, აღარ მოყვები ახლა დეტალურად როგორც იყო, როგორც ყავდათ დაძინებული, ეს ყველაფერი ვიცი, ვენაზე ქონათ ნემსი გაკეთებული, ჯერ დააძინეს, შემდეგ კიდევ ვენაზე გაუკეთეს თავი. ძლიერ დამაძინებელი და ზურას უპატრონე იმ ღამით რომ ვერ ჩაეყვანა და მეორე დღეს ვკითხე მეთქი თუ იყავი მეთქი ნაცვამით ხო და არა ოფხიზელი ვიყავი. ამიტომ საერთოდ არაფერი არ ახსოვდა. აი ახლა გამოვედი ისევ რომელი გზაც გამოიარა ექიმა. Hi, my friend. Sprichst du Deutsch? Lerne Deutsch. Keine Deutsch, Arabisch? Ja, Ja, in Werkstatt arbeitest du? Ja. აი აქ ვიდექით, მე და გია გოცაძე, აქ ის და გია გოცაძე, აქ ვიჯექი მე და ებრაელმა, რომელიც ტოტებს აჭრიდა, ეხლა ემჩნევა ამას აი შეჭრილი ტოტები დრუჟბით. მითხრა ყველაფერი თითქმის ყველაფერი წამოსდა, ვერ გაერკვია ის მე ვინ ვიყავი. მე ძალიან ტექნიკურად გამოვკითხე მას ყველაფერი და ეს ებრაელები ცხოვრობდნენ აი იმ ოთახში, მე ვცხოვრობდი ამ ოთახში. ანუ ისინი ახლოს იყვნენ ჩემთან, ცდილობდნენ ყოველთვის ისინი მათ მე ხელში ჩავეგდე, ესე რომ ვთქვა, დავეძიდებიე, ან მოვეწამლეს საიმისოთ, რომ მოვეცილებიე, ასე რომ ვთქვა, თავიდან, თუმცა არ გამოუვიდა. როდესაც აქ ყველაფერი მოვაყოლე, შემდეგ უთხარი, რომ უბრალოდ გიაგოცაძემ უთხრა, რომ ეს არის გიორგი გიგაშვილი, ანუ გევოშას რო ეძახიანო და აქედან გაიქცა, მეთქი თუ ავდექი ახლა ფეხზე, გაგტეხავ მეთქი შუაგულში თქო და წავიდა, აიღო ჩანთები და წავიდა, გავიდა აქედან საერთოდ ამ შენობიდან და ამის მერე მოხდა ის, რომ როჯერ ლეკებუშმა
აი ამ ადგილს გაჩვენებთ ახლა კიდევ კარგად. აი სადაც გადავუღე იქ, სადაც იდგა ჩანთებით, შემიძლია ხელით მიგიშვიროთ. აი ეს არის ის ადგილი, სადაც ჩანთებით იდგა და როდესაც უთხარი უკვე რომ შენ ებრაელი ხარ, ექიმი ხარ და ესეც საქმე მიხვდა უკვე რომ ის პიროვნება ამოცნობილი იყო და აფორიაქებული გავიდა გარეთკენ და ვისაც დაურეკა კიდე ისიც ვიცი, აქედან დაურეკა ერთ ადამიანს, ესაუბრა, ჩემი ნაცნობია. ანუ ყველაფერი ვიცოდი უკვე. აი აქედან ამ გზაზე მოხდა ჩემი დაკავება, სადღაც როჯელეკებუშმა 4 ადამიანთან ერთად დამიჭირა და სწორედ აი ამ ადგილიდან წამიყვანა პოლიციამ. ეხლა მინდა ზუსტად ის ადგილი გაჩვენოთ. აი ამ ადგილას მოხდა ჩემი დაკავება, ერთი სიტყვით რო გითხრათ, აი ამ ადგილას აქ მოვიდა პოლიცია და სწორედ ამ ადგილიდან წამიყვანა პოლიციამ, რადგანაც ერთი ღამე გავათიე პოლიციაში და ამიგზავნეს ლეგებუშის სასტუმროში შესვლა. ეს არის ლეგებუშის ესე ვთქვათ, სარეკლამო ბანერი. ანუ ცნობილი ადგილია, ვინც კი ესენში ყოფილა როდესმე. ყველა მიცის ეს ადგილი თითქმის ესე ვთქვათ, აქ არის ავტოკინოც, ბაძრობაც, სასტუმროც, ავტომანქანის სარემონტო ქარხანა თუ რა ვიცი, პროფილაქტიკა ესე ვთქვათ, მოდი ვთქვათ ცნობილი სიტყვებით და ეს ხდებოდა ამ სასტუმროში ორგანოების შეტანა, ადამიანების შეყვანა, ორგანოების აღება და ერთი სიტყვით ძალიან ისეთი ადგილი იყო, რომ სულ დვიჟენია იყო ეს ვთქვათ, ხალხი მიდიოდა, მოდიოდა, ბევრი რამე კეთდებოდა. ეხლა ეტყობა, რომ აღარაფერი აღარ ეკეთება, მაგის შემდეგ ჩავარდა ბიზნესი, ყველას ბიზნესი ჩავარნილია ესე ვთქვათ, ყველა შეეშალა ხელი აქ ყოფნით. იმის შემდეგ რაც უკვე გახმაურდა და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ქართველი ებრაელები დადიოდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწმობით, ყველა მასალაზე მიუწვევდათ ხელი, ისინი თანამშრომლობდნენ ძალიან პოლიციასთან, აწვდიდნენ ყველანაირ ინფორმაციას პოლიციელებს. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეეძლოთ ნებისმიერი ინფორმაცია გამოეტანათ, ყველაზე ყველაფერი გაეგოთ, ოფიციალური დოკუმენტაცია მიეწოდებიათ. ანუ თანამშრომლები იყვნენ რა, ჩვეულებრივი თანამშრომლები იყვნენ. მე არ ვიცი ახლა რამდენად აღიარებს ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ ისინი თანამშრომლები არიან თუ არ არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა ის შესაძლებლობა ქონა, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. ამიტომ ესე მოხდა ყველაფერი, რომ გარკვეულია უკვე მათი დანაშაულები, ცნობილია ყველაფერი. თუმცა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუკვირდა თუ რატომ მოვედი 10 ოქტომბერს 2024 წლის 10 ოქტომბერს რატომ მოვედი და რატომ გავაფრთხილე როჯელეკებუში, რომ პოლიციაში გადასულიყო და პოლიციისთვის მიეწოდებია ინფორმაცია. ეს იყო ერთ-ერთი ჩემი სვლა, რომ ყველა ებრაელი აქედან დაფრთხალიყო, ესე რომ ვთქვათ, შეშინებულიყო და გამოქცეულიყო საქართველოში, რადგანაც ეს გერმანია იცით, რომ ევროპის შუაგული ქვეყანაა. მათი მოძებნა აქ ცოტა ძნელია, შეეძლოთ ბევრი ქვეყნებში გადასულიყვნენ, ეცხოვრათ. ამიტომ ამის შემდეგ ისინი ყველა დაფრთხნენ და საქართველოში ჩამოვიდნენ, ვინც მოასწრო უმეტესობა საქართველოში არიან უკვე ჩამოსულები. ხო და საქართველოში უფრო იოლია და თან ჩემი სურვილი იყო, რომ ეს გამოძიება ყოველ შემთხვევაში საქართველოში მოხდეს მათზე გამოძიება, თავიანთ მიწური საქმეები რაც აქვთ ნაკეთები, უფრო მეტი საქართველოში აქვთ ნაკეთები და შემდეგ ასე რომ ვთქვათ, გაწვრთნილები ჩამოვიდნენ ევროპაში და დაიწყეს იგივე საქმეების კეთება. ასე რომ მინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უთხრა, რომ დღეს 2025 წლის 13 იანვარია, ახალი წელი თენდება ძველი კალენდრით, ამიტომ არ ვიცი რამდენად სასურველი ახალი წელი გაგეთენდათ, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში თქვენ ადგილას რო ვიყო მიტინგს კი არ დავშლიდი, მე მგონი მიტინგებს შოვერთებოდი და ვიტყოდი, რომ ცხოვრებაში რაც ცუდი გაიკეთებიათ ბოლო-ბოლო ღმერთის წინაშე გავაკეთებდი მაინც ახსარებას, თორემ არ ამგონია სასამართლოს წინაშე წადგეს რომელიმე და ადვოკატმა ან ვინმე გიშველოთ რაღაც შეყავათი გაგიწიოთ. მე მგონია უკვე ღმერთის იმედად ხართ დარჩენილები, თუ როდისმე ამას ღმერთი გაპატიებთ თუ არა, ამას მე მგონი სასჯელი, ამის სასჯელს არავინ აღარ გაპატიებთ, უკვე ისეთი დანაშაულია 21 საუკუნეა ხალხის უფლებების დაცვაზეა საუბარი და აქ კიდევ ჩვენ ადამიანების მოკლაზე და ორგანოების აღებაზე
მიდის საუბარი. აი ქალაქ ესენში სულთე კამპ 54. აი ეს არის ეს მისამართი, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. მეც მათ შორის დაახლოებით 2 წელიწადი ვცხოვრობდი ამ სასტუმროში. 2 წლის განმავლობაში, როდესაც ჩამოდიოდი გერმანიაში, ვცხოვრობდი ამ სასტუმროში და აი ძალიან შეუშალე ხელი, ასე რომ ვთქვათ, ებრაელებს თავიანთ ბიზნესში და არ ამგონია რომ ვინმე წესიერი მათ გვერდში დამდგარიყო როდესმე და დახმარება გაეწიათ. მე მგონი უფრო უწესუები ან უფრო მშიშარა ადამიანები შეიძლება ყავდათ გვერდში, რომლიდანაც რაღაცას ახერხებდნენ. ასე რომ გილოცავ, თლიან საქართველოს ულოცავ. ძველი ახალწელს უსურვებ ბედნიერებას, ყველა კეთილ ადამიანს და მსგავსი ბროტებისგან ყველას უსურვებ, რომ ყოფილიყოს გადარჩენილი და უსაფრთხოდ ეცხოვროთ ნებისმიერ ადგილას.